ესე იგი, რუსებს არ ხვდათ წილიო, ვიძახი. რუსებს და რა ხვდათ რუსებს? თოვლი. რუსებს. წეროს და წიწილებს ითვლიან შემოდგომაზე, აი ყვავის ხმა გესმით ალბათ და ყვავებს რო გადაურჩება. ყვავი თურმე 300 წელი არ ცოცხლობს, ტყუილია იქ. 300 წლის ყვავი არ გინახავს? საიდან გაიგერო 300 წლის არის? ესე გადავჭერი შუაზე და შიგნით ზოლები ქონდა. 300 ზოლი ქონდა. და 4 გია შეიქმნა და 4 გია შეიქმნა მერე. ჯოკერს დამაჩვენე. ორ პირქარში 2 გია შემოვიდა და 4 გია გაიჭდა. 4 გია გაიჭდა, ჯოკერი დაცხეს ბიჭებმა. ჯოკერი დაცხეს, ბოლო ორზე გიები გავიდა. კი. პირველზე გია გავიდა მეორეზე. მეორეზეც გია. ესე ეწევათ გია და მე. მე ვიქნებოდი ბიზნესმენი. და რას გააკეთებ? ფული მექნებოდა ბევრი. ხო. და როგორ უნდა იშოვე იქ? მე ვიქნებოდი ვახო მეგრელიშვილის ფანი. მე ვიქნებოდი ნიკოლოზ ჟავანაძის. მე ვიქნებოდი ვახო მეგრელიშვილის ფანი, მოსაწევი მექნებოდა მოუთხ. დაანებეთ მაუთავი კაც რა გინდა? არაფერი არ მინდა, ფანი ვიქნებოდი თქო. ხანი იქნებოდი კი. და ხო და იაგოს ფანი არ ვიქნებოდი, მეგრელები ვართ ორივე. არ შეიძლება. მეგრელობა, მეტი მეგრელობა რაღაც მინდა. არ შეიძლება. მე ვიქნებოდი ნიკოლოზ ჟავანაძის. მიშას ფანიც ვიქნებოდი, ნაშები მეყოლებოდა. ჯაფარას ფანი ვიქნებოდი, სწრაფად ვილაპარაკებდი და გავრეპავდი. მე ვისი ფანი ვიქნებოდი? მე გიაოსკის ფანი ვიქნებოდი. რატო? მეტყვი ეგრე არ არის ჩემს. ეხლა თქვენ ოკუპაცია რა გონია? ზოგს დააჭრია, ზოგს გაიტაცმეს, ზოგს მოკა. აბა ოკუპაცია რა გონია? მე ალეკო ელისაშვილის ფანი ვიქნებოდი, ოღონდ მარტო ბავშვობაში და მაშინ ჩავიჯვამდი ხოლმე. მაგის ფანები ყველა ვიყავით ბავშვობაში. ზოგი აკვაში, ზოგი პამპერსში. ვოლდემორტი ვინაა ბიჭო? დოდო გუგეშაშვილთან. დოდო გუგეშაშვილის ეს ჯადოსნურ ჯოხად აკაესი ქონდა. აკაესის ჯოხი ქონდა. აკაესის ტარისგან გამოთლილი იყო მაგის ინფორმატრონებ იძახდა. ხო, ინფორმ და არა. ნაუ პატრონებს იძახდა. ადრე ამდგარსა რონალდოს ვერ დაეწევა მწევარიო. რონალდოს ვერც ადრე ამდგარი დაეწევა და ვერც გვიან დაწოლილი. რონალდოს თურმე არ უდგება. ხო, კუნთად გადაიქცა. გადაიქცა კუნთად. კუნთად გადაიქცა და თურმე всё. თურმე კუნთას ეძახიან ალ-ჰილალში. ალ-ნასრში თვსად თამაშობს. ალაჰას. ალ-ხალაჰა. კუნთა ყოფილა თურმე არაბულად. არაბულად კუნთა არის? ვალაჰა. ვაჰად. ვაჰად არის ეგა? ხო, რა არის ვაჰად? კუნთა. კუნთა. ანკარა შენ თუ იცი რას ნიშნავს? ანკარა. პატარას ნიშნავს ანკარა. ანკარა მესი, პატარა მესი. ანკარა პატარა, ანკარა წყარო პატარა წყალია? ანკარა ქალაქი არის. ანკარა ქალაქიც არის. დედა ქალაქი არის. კი, თურქეთის. კი, ჩემ ბატონო არის. კი, ანკარა გველი არის. და გველი არის კიდე გიურზა. გიურზა უფრო საშიშია ვიდრე ანკარა. კი, კობრაც გველია. კობრა ასევე არის მანქანაც არის. კი, ამერიკული მანქანა არის კობრა. თურმე კობრა რო გააკეთა იმ კაცმა რა დავარქვა ამ მანქანასო და თავის ცოლის სურათი დაახატა და კობრა ეგრე დაარქვა. სიდედრის, ხო. სიდედრის სურათი იყო, კი. ეგრე შეიქმნა კობრა. ვოლგა რატოს დაერქვა, იცი? ვოლგა რატო დაერქვა ვოლგას? ხო. მე იმიტომ რომ აბაო როძინასო აბა იმას გამდენად შეაფასებთო. სტალინს უთქვამს, ხო, როძინას. როძინა ოლგაო ეგრე უთქვამთ იმათ. ოლგაო. თავიდან ოლგა ერქვა. იმიტომ რომ შემოვიდა იქ ოლგა. ოლგა შემოვიდა. ხო და რას აკეთებ? ოლგაო და მაშინ ოლგა დავარქვა. ხო. პაოროჯე შემოუპროციალებია ეს. ხო და ოლგაო. ოლგა მჯდარა რულთან. კი, ხო და პაოროჯი რო ოლგაო. და რას აკეთებ? Что ты делаешь? ეს ძროხებს თუ ღორებს? ღორებს წაუღებ რა, შემინახე. არ გადამიყარო. ძაღლი მყავს ვეგეტარიანელი და ყვაძულები რომ მიაქონოს. საფერში რა საჭმელო.
ზამთარში თივას. ზია ადამიანი არ იყო. ზია არ იყო ადამიანი. ზია პროსტა მე შეტენეს ისტორიაში, თორე ზეზვა იყო მეგრელი და გვარი ქონდა მზია. ხო, იქ ჩანწერი იყო ზეზვა მზია და მზია ალბათ ესაა ქალიო მეორეო, თორე მაშინ ქალს სახეს არ არქვევდნენ. არა, მაშინ ქალს ერქვა ქალი. ქალო, დიაცო, დიაცო. დედაკაცო. აი მაშინ მოუჩეთ. ქალს საჭმესაც არ ეჭვენ. არა, კაცო. საჭმეს არ აი, ძოვდა. აი ამას საჭმელდა. თურმე ყინული თბილია. ნახე არ წავს, არ წავს. ეს გადმოვიდა ეს ყინული? ხო. მოატარე. აი. წვერზე. ჩვენ გამოვიგონით ახალი ტელეფონი, ცოცარფონი. ცოცარფონი. რო აგიდგება რეკავს. რო აგიდგება რეკავს ეგრევე ნაშებში. თავისით რეკავს. ბიჭო, აი ეს ხო წინა გადაცემაში მოვკალი, რა ჯანდაბა უნდა. აღსდგა ეს. შენთან არის გარგა ინძრეს. ჩინეთის დიდი კედელი როგორც იცით, ჩემი თავოსნობით აიგო. ეს პრარაბი იყო ბატონი. ბატონი იყო პრარაბი. და სხვათა შორის შენ თუ იცოდი რომ ჩინეთის დიდი კედელი ხო კედელს ორი მხარე აქვს როგორც მონეტას. ხო, თუ ამოეტრიალებ, ხო. ხო, ერთი მხარე, მეორე მხარე და ჩინეთის დიდ კედელს თავდაცვითი საშუალებები მოწყობილი ქონდა ჩინეთის საზღვის მხარეს. და არა საპირისპირო მხარეს. რო არ გასულიყვნენ? ხო. თურმე ჩინეთის კედელი სპეციალურად აშენეს ეგრე შიგნიდან რო იცავს. შიგნიდან რო იცავს რო არ გამოვიდეს ვირუსის გულისთვის. ხო, მაგრამ მეორე თურმე ვირუსები ვირუსი ხალხიდან გამოდიან რა, ვუხანი მეორე მხარეს არის და იქით ვეღარ მოვასწარით ჩინეთის კედლის აშენება. ცემენტი დაგვაკლა. უჰანი ოკუპირებული ტერიტორია. ცემენტი და კაფჩა აღარ გქონდა ბოლოს უკვე. და ჩინელებს ვერ ჩააყოლებდით, პატარები არიან და ორი ჩინელი უნდა დააყენო ერთად. ყველა სურამელი ზურაბა კი არ არის. ხო, აი ორი ჩინელი დავცადეთ რა, მაგრამ გადამის ადგილებში ესე გადამაში. ესე ხო იყო კედელი. ესე ყაყალებდა გადამის ადგილებში. ვერა. ხამუტებით უნდა დაგეჭირა. ხო, წადეთ სვარკას წადეთ, მაგრამ არ წაიღო. კისერი ყანყალებდა. ხო, ვერა. ორი ჩინელი. ესე რო ჩაგეწინა ბევრი? ბიჭო, ეგ მე ბევრი გადამის ადგილი ბევრი იყო და ვერ გაქვს. ცემენტი აღარ გქონდა თქო. მაშინ ცემენტი არ არსებობდა. ხო, აღარ გქონდა ცემენტი. მაშინ ცემენტი არ არსებობდა, მაშინ იყო ფურთხიანი მიწა. ხო, ფურთხით აშენებული. ჩინეთის კედელი ფურთხით არის აშენებული. ბევრი ჩინელი იდგა და ფურთხებდა. მაგიტო მაგ პირი გამოვშალ ნახე რამდენი წალი მაგ დალეული რაც მე ვაფურთხე. ჩინეთის კედელი ფურთხით არის აშენებული ისევე როგორც ყველა ჩინური ტექნიკა. აქ მუსიკა და შენი იყო, შემოძმაო, ეს ყველა სათვალე. გამარჯობა. გამარჯობა. მე ვარ სულხანი. მე ვარ საბა. და ეს არის აქტირე დავიხატოთ. აბა ომიგინდა ჩემი დიდი. აბა ღომიგინდა. აბა ომიგინდა. შვიდობა არ გინდა? დაუწყვის წყალობით. გამარჯობათ მეგობრებო. კამერა გაწიე ჩემი დედავად. კამერა გადი. გზავრებს ესე იგი მადლობა გადაუხადოთ? რატომ უნდა გადაუხადოთ? უნდა გადაუხადოთ სწორი პოზიციის დაფიქსირებისთვის. თან ჩელიაბინსკში რომ მღეროდი გუშინ ხო ამოგიხიეთ ეს ეგეც.
ჩელაბინსკში ღეროდა? ხო. მე რა მღეროდა ხო არ იგინებოდა რა იყო შე. უნდა ეგინა მაგის პირიკით. ეგ ეგ ის მომენტი არა საო. ხუებს რატო არის სროდა? ხოდა რატო ღეროდა? არა, დედას გებიცები იმენ ნებისმიერთან შევალ, ესე იგი კამათში რა. ჩვენზე უკეთესი გადაცემა არ არსებობს. მე ყოველ შემთხვევაში არ მინახავს. მე არ მინახავს. ჩვენი გადაცემაზე უკეთესი გადაცემა არ არსებობს. არ არსებობს. საერთოდ გადაცემა არ არსებობს. ჩვენი გადაცემა გადაცემები არ არსებობს. ვაფშე არ არსებობს. რომელიღაც რამე გადაცემა გახსოვს. მინახავს შენ ვინმეს რამე გადაეცა, ვინმეს თუ ის. არავის გადაცემა. რა გადაცემა? ვინას გადაცემები მაგის დედა. მაგის დედაში რა პონტია თო? ვინას გადაცა რა? ვინას გადაცა? შენ რას უყურებ? ვიღაცა რაღაცა გადაცა თუ. შენი რა საქმეა ძმაო? რატო უყურებ? ვინ კითხა შენ? გადაცა გადმოსცეს რა. პროსტო შემოდი უყურე და ალაიქე გადიუხმოდ რა. კომენტარში დაწერი რაღაცა, ოღონ ბოზობა არა. ბოზობა არა თორე მაგ ქვეყანა მაგათია. ქვეყანა მაგათია. Rabo გვიწერეთ დაგვალაიქეთ დაგვიკომენტარეთ ვეკონტარეთ